და ეს თქვენი სახელი ქართლის სახელი გადაეცეს მთავრობაში სასურველად. მე მინდა რომ ეს დიალოგის რეჟიმში წარიმართოს, ამიტომ ყველაფერს აკითხი უბრალოდ ვეცვი, რომ დღეს იქნება ისტორიული დღე გორში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზისგან, რომ მე ევროპის შემდეგ დღეს თქვენთან ჯერ გავიზიარებ და მე მივიღებ ერთ დიდ ინიციატივას და ეს ინიციატივა პირველ აგვისტოს გორში შიდა ქართლის რეგიონის ახალგაზრდებთან ერთად გაშრდება მთელს მსოფლიოში. ეხლა აგვისტოს დღეები მოდის. ეხლა მისი დღეები არის საქართველოში. და ყველას ემოციურად გაუცოცხლდება ის, რაც თქვენ გადაიტანეთ საერთოდ პაუზე და ემოციებზე და ოჯახებმა. და შეიძლება ვიღაცამ ეს საერთოდ წაიკითხოს და გულწრფელი ემოცია დაგვაქვს. მაგრამ გორს ეს არასოდეს დაავიწყდება. იმიტომ რომ ეს ემოცია საკუთარი თვალით. ეს დიდხანს ამბობდა ეს ემოცია. ამიტომაც სულ 2 წუთი შევაჩერებ კიდევ თქვენს ყურადღებას. 2 წლის წინ, როდესაც მე დავაარსე ქართულ აფხაზური და ოსური საერთაშორისო მოძრაობა, პირველი ტური გავაკეთე ევროპაში და ევროპის დამფუძნებელ ქვეყნებში, საფრანგეთში და გერმანიაში, ისევე როგორც ევროკავშირის დედაქალაქში ბრიუსელში. სხვადასხვა თანამდებობებს, პოლიტიკოსების წინაშე, დიპლომატების წინაშე, ექსპერტების წინაშე და ძალიან კაფეებს ვთქვი, რომ არები ომი და საქართველო არა ომისა და გრევის, არამედ მშვიდობის ალტერნატიული პლატფორმა. მე ჩამოვიტანებ მშვიდობის ალტერნატიული პლატფორმა. და როდესაც ისინი გაუცებულები მისმენდნენ, რა თქმა უნდა თვითონ დაებადათ, ისე როგორც თქვენ დადებადეთ თვითონ. მაშინ რაში არისო განსხვავება? რა არისო ის რეალური მექანიზმებიო, რომლითაც თქვენ შეგიძლიათო უთხრათო აფხაზებს, ოსებს, რუსებს და მთელს მსოფლიოს, რომ საქართველოს შეუძლია მშვიდობიანი თანაარსებობა, თანაცხოვრება და თანაყოფობა მის ნათესავ ხალხებს.